ობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი ერთ მნიშვნელოვნად წარმოადგენს მონტაჟს. ექსპერტიზის დასკვნა დღეს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. როდის დასრულდება ობაქიძის საქმის გამოძიება და რა ინფორმაციას ფლობს პატიმრების ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით? მთავარ კითხვას არჩილ კბილაშვილი გადაცემის მეორე ნაწილში უპასუხებს. უნდა გაითვალისწინოს თუ არა ხელისუფლებამ ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციები. გოგა ხაინდრავა. გადაცემის ბოლოს რა მოულოდნელი შედეგებია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში. სოსო გალუმაშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. გოგა ხაინდრავა უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისაბადნა გოგა. საღამოშტობის. მთელი კვირა უკვე მიწერ-მოწერა ევროპის სახალხო პარტიასთან იყო მათი კრიტიკული წერილი, შემდეგ იყო პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი, იყო პრემიერ-მინისტრის პასუხი და დღეს უკვე ევროპის სახალხო პარტიამ გამოაქვეყნა დეკლარაცია საქართველოს შესახებ, სადაც გამოხატავენ წუხილს იმის გამო, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის შემდეგ ქვეყანაში უკან გადაიდგა ნაბიჯები კანონის უზენაესობის, სასამართლო და მედიის თავისუფლების კუთხით. პირველ რიგში რა სიტყვით ამ დასკვნაზე და საერთოდ რა სიტყვით ამ ეპისტოლარულ ურთიერთობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის სახალხო პარტიას შორის? დავიწყოთ იმით, რომ ეს დეკლარაცია არ არის პასუხი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, იმიტომ რომ მისი არა მარტო განხილვა, არამედ წაკითხვაც არ აქვს, მე ვფიქრობ, მოსწრებული სახალხო პარტიის წევრებს რამდენად აინტერესებთ ეგეთ საკითხავია. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ზიანდება თვითონ ევროპის ინტერესები, როდესაც ესეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ ევროპის დეპუტატები. მათი პირადი ინტერესები ზიანდება, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ ევროპარლამენტში სხვადასხვა ფრაქციები და პარტიები მრავლად არიან წარმოდგენილი და ყოველ ჯერზე დგება რიგი იმ ადამიანების, ვინ მოხდება და ბუნებრივია, რომ ეს მათი დეკლარაცია, ეს აბსოლუტურ სიცრუეზე აგებული პოზიცია იქნება გამოყენებული მათი მოწინააღმდეგეების მიერ იმისთვის, რომ როცა მათი დრო დადგება მიუთითონ თუ რამდენად ასე ვთქვათ არასწორები იყვნენ იმ შეფასებებში და საერთოდ მათი მხარდაჭერა სააკაშვილის რეჟიმისადმი არის პოლიტიკური თვითგვემა ჩემის აზრით და ეს ადრე თუ გვიან გაცხადება აუცილებლად. წერონ ბუნებრივია რომ თავისთავად იმ პუნქტებში რომელიც ჩამოთვლილი ამ დეკლარაციაში არაფერი არ არის ჩვენთვის არც უცხო და არც საწინააღმდეგო, ჩვენ ყველანი მზათა ვართ და მეცაც გეტყვით წლების მანძილზე განსხვავებით ამ დეპუტატებისგან, რომლებიც ხარს უჭერდნენ ამ ბოროტებას საქართველოში, ჩვენ ამ ბოროტებას ვებრძოდი და პირველ რიგში ზუსტად იმ პრინციპების გამო, რომელიც იმ დეკლარაციაში არის ნახსენები. მეორე ეს მეტყველებს იმაზე, რომ თვითონ ამ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, ევროპის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში სერიოზული პრობლემებია და სირთულეებია, იმიტომ რომ მე არ მჯერა, რომ მაგალითად ვიტაუტას ლაცბერგისმა არ იცოდეს რეალობა საქართველოსი, თუნდაც იმიტომ, რომ რამოდენიმე თვის წინ მე იქ ვიყავი და მის პირად ასისტენტთან მქონდა საუბარი და გადავეცი კასეტა ფილმის დემოკრატიის შუქურა და ძნელად წარმომიდგენია, რომ ადამიანმა ერთხელ მაინც ნახოს იქ, რაც იქ არის, ასე ვთქვათ, გაცხადებული და მას არ დაეჭვდეს, ან არ დაფიქრდეს, ან არ დაინტერესდეს, უფრო ღრმად ჩაწვდეს საკითხებს. რაც თავარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა რომ აი ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, ეს არის გუშინდელი დღე. ყველაფერი. იმიტომ რომ სააკაშვილის რეანიმაცია შეუძლებელია. ეს არის მცდელობა რეანიმაციის, ეს არის გუშინდელი დღიდან, ასე ვთქვათ, გადმოცემული რაღაცა ამბავი, რომელიც არავისთვის საინტერესო აღარ არის. თუმცა ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პარტიაზე, კი ბატონო, გასაგებია რომ ეს გავლენიანი პარტიაა, გასაგებია, მაგრამ სხვა გავლენიანი პარტიებიც არსებობს. ჩემის აზრით ეს არის ძალიან არასწორი პოლიტიკა, რომელიც მათ აირჩიეს და ამის შედეგად პირველ რიგში თვითონ ეს პარტია დაზარალდება ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ. ის ფარისევლობა და ის სიცრუე, რომელიც არის საფუძვლად აღებული, ძალიან ცუდად შემოუტრიალდება თვითონ ამ პარტიის წევრებს, როცა მათი არჩევანის დრო მოვა
მათი ასე ვთქვათ გადარჩევის დრო მოვა და როდესაც პაეკრობა დაიწყება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ევროპის პარლამენტში მომავლისთვის რა ეს მოტივაცია რა არის თქვენი აზრით გუშინდელი დღე კიდევ გაგრძელებული კრიტიკის ეს არ არის კიდევ გაგრძელებული კრიტიკა ყველას კარგად გვესმის რომ ერთ დღეში ესეთი დეკლარაციები არ დგება ამ დეკლარაციების სამზადისი ცნობილი იყო რომ ესეთი დოკუმენტი მზადდებოდა უბრალოდ ეს დაემთხვა დროში იმ წერილს იმიტომ რომ 23-ვე დეპუტატმა იცოდა კარგად რომ ამას გამოყვება დეკლარაცია პარტიული და ამიტომ ასე ვთქვათ წინსწრებით გააგებინეს თელ ევროპას და ჩვენ პირველ რიგში საქართველოს საზოგადოებას რამდენად მებრძოლებიანი ან ისინი სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის და იმ პრინციპებისთვის, რომელსაც ეს ბაღადაღებული დასავლური ღირებულებები ქვია. ის რომ ამ დეკლარაციაში ისევ იგივე კრიტიკული შენიშვნებია, რაც იყო მათ პირველ წერილში, რას ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის წერილები დარჩა რა თქმა უნდა, იმიტომ ეს დეკლარაცია იმ დროისთვის ეს არ არის თითქოს რეზონანსი ამ წერილებში. ეს დეკლარაცია არის ბმაში პირდაპირ იმ წერილთან, ისე მაგაზე ვსაუბრობდი ზუსტად, ამიტომ ეს ვერ შეაჩერებდა, ეს წერილია ერთი დღის მისული, ახლა რამდენად მოასწრო იმ სახალხო პარტია, მინდა თუმცა კიდევ მანამდე იყო, დამერწმუნდით, რომ სახალხო პარტიისთვის პრიორიტეტული საკითხი საქართველოს და სააკაშვილი არ არის. ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ევროპა და სახალხო პარტია როგორც ევროპარლამენტის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია. ამიტომ ბუნებრივია რომ საქართველოთი არ იწყება მათი დღის წესრიგი და არ მთავრდება. იქ რაღაცა პერიფერიაზე ესეც არის შესაძლებელი. მით უმეტეს მოწოდებული ისეთი დეპუტატების მხრიდან რომლებიც კანდელაკთან მეგობრობენ და ვთქვათ იმ დანარჩენ მინაშვილთან. ამიტომ ბუნებრივია რაზნის და ასე ვთქვათ როგორ ადამიანებთან აქვს საქმე ეს ჩვეულებრივი ამბავია იმიტომ რომ ევროპული საზოგადოება არაფრით არ განსხვავდება არც ქართული საზოგადოებისგან არც მონღოლური საზოგადოებისგან სხვათა შორის მინდა გითხრათ თავისი არსით უბრალოდ იქ ზოგან უფრო განვითარებულია პოლიტიკური კონიუნქტურა ზოგან ნაკლებად ზოგან უკეთესად ცხოვრობენ ზოგან უარესად ზოგან ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ცივილიზაციის ხარისხი უფრო მაღალია ზოგან უფრო დაბალი თორე ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან. რჩევებია, უბრალოდ ძალიან კონკრეტული რეკომენდაციებია ამ წერილში. ღია კარების წრევა, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს მაგალითად, დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ერთ-ერთ რეკომენდაციაზე შევჩერდები უბრალოდ. ყველაზე შევჩერდეთ, მაინტერესებს როგორ უნდა გაითვალისწინოს ეს ხელისუფლება. მაგალითად, მედიის თავისუფლების აუცილებლობაზეა საუბარი ერთ-ერთ რეკომენდაციაში. და სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ეს ხდება დღეს, როდესაც პარლამენტში მიმდინარეობს კანონის განხილვა და საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, მათ შორის საბჭო, მათ შორის მენეჯმენტი. თქვენ ამბობთ ღია კარის მტრევაა, როგორ გამოდის მაშინ ღია კარის მტრევა? თუ გავითვალისწინებთ, რომ 508 თანამშრომელი 700-დან იზიარებს პოზიციას და არენდობა იმ საბჭოს და ის საბჭო არის მთლიანად პოლიტიზირებული და მე ვიყავი მონაწილე იმ პროცესების ჩემოეკა, როდესაც ეს საბჭო ჩამოყალიბდა, მაშინ თუ გახსოვთ ოპოზიციის და მაშინდელი ხელისუფლების მოლაპარაკების შედეგი უნდა ყოფილიყო წესით და რა შედეგიც დადგა მე ყველას კარგად გვახსოვს ეს ბატონები და ქალბატონები რომელიც იქ შედან ვინ არიან და რას წარმოადგენენ მე ძალიან კარგად ვიცი მათი პერსონაჟების განხილვაში მონაწილეობდი ამიტომ ისევ ვიმეორებ ღია კარის მტრევა მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში როდესაც ესეთი ტიპის დოკუმენტები იგზავნება ეს არ ეხება მარტო მთავრობას და ეს არ ეხება მარტო ბიძინა ივანიშვილს მე რო დღეს პრესაში ვმუშაობდი ის აქტიურად მე აუცილებლად დავაყენებდი საკითხს და მოუწოდებდი ჩემ კოლეგებს მთელ ქართულ პრესას რომ ქართულმა პრესამ გასცეს ევროპარლამენტის ერთ-ერთი პარტიის ლიდერებს პასუხი არის თუ არა დღეს ზეწოლა მედიაზე თავისუფალ მედიაზე და რამდენად შეფარდებითია ის რაც ხდებოდა მათი ფავორიტების ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დღეს. მე ვფიქრობ ეს პირველ რიგში ჩვენი პრესის ინტერესი უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ თქვენი ღირსებაც არის შელახული ჩემის აზრით იქ, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკია სიცრუეზე, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია რომ დღეს არსებობს ფაქტები და ჩვენი არ ვიცით ამ ფაქტების შესახებ
რომ სადღაც პრესა ან იდევნება, ან მასზე ზეწოლაა და ეს ფაქტები არის დაფარული. ფაქტია, რომ კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებელი იგულისხმება იგივე მინიშნება. ეს ის სიმღერა, აი მაშინ პირველი თუ გასასაბლის დეკლარაციაში. ეს ის სიმღერა ერთი და იგივეა, ეს ასე ვთქვათ, ჩაგდებული თესლი, რომელიც ასეთ თუ ისეთ ნაყოფს იძლევა. ნუ ეს ნაყოფი არის უპერსპექტივო და მახინჯი ჩემის აზრით, მაგრამ ეს ნაყოფი მაინც არის, იმიტომ რომ სადღაც ჩავარდა ისეთ ნიადაგში და ისევ ვიმეორებ, ევროპარლამენტი არაფერთან განსხვავდება არც საქართველოს პარლამენტიდან, არც სხვა პარლამენტებიდან, იმიტომ რომ იქაც ზუსტად ეს როგორც წესი ხდება პარტიული ინტერესების ლობირება, საკუთარი ინტერესების ლობირება, სხვადასხვა ტიპის ინტერესების ლობირება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ სულ ყველამ გუშინდელ დღეს და გუშინდელი დღის თემებს. და უნდა გადავერთოთ ხვალინდელ დღეზე, როგორც კი ჩვენ ამას გავიაზრებთ და განვახორციელებთ, იმ წუთში მერწმუნეთ, მინაშვილიც, მერაბიშვილიც, სახალხო პარტიის დეკლარაციაც და ყველაფერი ეს ბევრად უფრო უმნიშვნელო გახდება ჩვენთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვთქვათ ის, თუ რა მოსავალს მიიღებს საქართველო, იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ გლეხმა თავის თავი და თავისი ოჯახი არჩინოს, იქნება თუ არა შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს უზრუნველყოფილი სამსახურით და ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით და ეს იქნება დღის წესრიგი. ჩვენ დღეს გუშინდელი დღის წესრიგით ცხოვრობთ და ეს არის ჩვენი ნაკლი, მთელი ჩვენი საზოგადოების ნაკლი, იმიტომ რომ აყოლილი ვართ გუშინდელ დღის წესრიგს და ნუ ეხლა მით უმეტეს სახალხო პარტია ევროპის, რომელიც ძალიან შორს არის ჩვენგან და ჩვენი ინტერესებისგან, მით უმეტეს ბუნებრივია რეაგირებს პროცესებზე, როგორც ნებისმიერი ბიუროკრატიული აპარატი, ბევრად უფრო გვიან, ვიდრე ეს მოვლენები ხორციელდება და ასე ვთქვათ მიმდინარეობს. კიდევ ერთი რეკომენდაცია, მეტად მე კონკრეტულად ამ რეკომენდაციებზე ნამდვილად აღარ შევჩერდები. წუხილი გამოითქვა ამავე წერილში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მანამდე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს და გადაწყვეტილებებს გადახედავს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობის შესრულების ნაწილი ხელისუფლების გულისხმობ სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში. ნათქვამია, რომ ეს აღიქმება როგორც პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაშიო. ასეთი კომისია ალბათ შეიქმნება. როგორი იქნება საერთაშორისო რეზონანსი? იქნება თუ არა ისეთივე, როგორიც კონკრეტულად სახალხო პარტიის მე ვერ დავარქმევ, რომ ეს არის საერთაშორისო რეზონანსი. საერთაშორისო რეზონანსი არის, როდესაც ეს საერთაშორისოა. ეხლა ერთ-ერთი პარტიის, ასე ვთქვათ, მით უმეტეს პარტიის, რომელიც წიაღშიც დღემდე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა არის. ამ პარტიის აზრი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მნიშვნელოვანია და ამას რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მიაქციო, იმიტომ რომ ამის შედეგად შეგიძლია გაანალიზო ის პროცესები და წინასწარ თქვა განსაზღვრო, რასთან გექნება საქმე, როდესაც იმ დაწესებულებაში, სადაც ეს პარტია მოღვაწეობს, ძალიან სერიოზული საკითხები დადგება საქართველოსთვის. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქ არაფერი არ ხდება. ამიტომაც არის მეორე ხორისხოვანი ისტორიებით გამოდის დღეს პირველ პლანზე. ჩვენი პირველი ამოცანა არის ვილნიუსის სამიტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვილნიუსის სამიტი თუ გონიერება ევროპულ პოლიტიკაში არის დარჩენილი და ასე ვთქვათ, ну, როგორ გითხრათ, რომ კორექტული ვიყო რა, რაღაცა პირადი მოტივებით წარმოებული პოლიტიკა არ გადაფარავს პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც საჭიროებს და ევროპა დღეს საჭიროებს პრაგმატულ პოლიტიკას, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ისე როგორც დანარჩენი მსოფლიო, ჩრდილოეთ ნაწილში უფრო მეტია ეს პრობლემები, მაგრამ არც იქ არის ნაკლები და ამ შემთხვევაში სტაბილურობა, ამ შემთხვევაში პოლიტიკა დაფუძნებული რეალურ ინტერესებზე და არა ვირტუალურ სამყაროებზე, რომელსაც ხატავს, ვთქვათ, ეს 23-ვე დეპუტატი, როცა საქართველოზე ლაპარაკობს, თუ ისინი ისეთივე წარმატებით ასპარეზობენ სხვა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში თავის ადგილებზე, მაშინ მე ვფიქრობ, რომ მათ პოლიტიკურ მომავალი მაინც და მაინც არ უნდა ქონდეთ. თუ ისინი ისევე კარგად იცნობენ სხვა საკითხებს, რომელსაც ბჭობენ და ხელს წევენ იმ პარლამენტში, როგორც ისინი საქართველოში არსებულ მდგომარეობას იცნობენ, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ევროპის სახალხო პარტიას საუკეთესო წლები არ ელოდება წინ. ბატონო გუგა, როგორ ფიქრობთ, ახალ ხელისუფლებას შეუძლია თუ არა ისე იმუშაოს დასავლურ სტრუქტურებთან, რომ
აღარ იყოს ესეთი კრიტიკული წერილები საქართველოს მიმართ. რაც გვინდა თუ არა ეს ჩვენ დამეთანხმეთ რომ გარკვეულზე გავლენას საზოგადოებრივი აზრის რაღაც ნაწილზე გულისხმობს საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაძლოა ახდენდეს. საქართველოშიც ახდენს, არა მარტო ფარგლებს გარეთ და ნამდვილად შეუძლებელი არაფერი არ არის. ველოსიპედს გამოგონება არ უნდა. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით რესურსები დიდია და მე მგონია, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, არ არის გამოყენებული იმისთვის, რომ ეს საკითხები იყოს მოგვარებული. ჩემთვის ეს ისეთი თემა, რომლის მონაწილე ვარ წლების მანძილზე, არაერთ რთულ პერიოდში ვიყავი ამ საქმით დაკავებული, ეს იქნება წინასაარჩევნო პერიოდი, ერთი, მეორე, მესამე თუ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ამ ცოცხების იდეოლოგიის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ამის რესურსი არის. მე არც ველოდებოდი, რომ идеალურ, ასე ვთქვათ, შემადგენლობას მივიღებდით ხელისუფლების და ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედებოდა იქნებოდა идеალური, ამას ბუნებრივია, რომ ჩვენ ადამიანები ვართ უბრალო სუყველანი და ყველას ხან, ასე ვთქვათ, უკეთესად მოქმედებთ, ხან უარესად, ხან შეცდომებს უშვებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასაფიქრებელი საკითხია. მინდა მჯეროდეს და მჯერა კიდეც რომ ეს ესმის დღეს ასე ვთქვათ იმ ხალხს ვინც წარმოადგენს სამთავრობო გუნდს და სათანადო კორექტივები ამ თვალსაზრისით იქნება განხორციელებული და ვფიქრობ ლობისტური კომპანიების დაქირავება რომლის შესახებ ამას წინათ გვამცნო საქართველოს ხელისუფლება ზუსტად იმაზე მეტყველებს რომ ამ შემთხვევაში შენი შეკითხვა და ჩემი პასუხი უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან ვიდრე ის შედეგები რომელიც გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე და ჩემ მეგობრებს და კეთილგანწყობილი ვარ და ახალი ხელისუფლებისადმი ბუნებრივია ეგ ხა გასაკვირი არ უნდა იყოს ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში იმ გამოცდილებაზე რომელიც ქვეყანაში არსებობს და ქვეყანაში ძალიან დიდი გამოცდილება არსებობს სიცრუესთან და ფარისეულობასთან ბრძოლის უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო შიდა რესურსებზე და მათი გამოყენება გარე რეზონანს მეტწილად უკავშირებენ იმ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს რაც არის ქვეყანაში რადგან პრინციპში კოაბიტაცია იდეალური ფორმით ამ წუთისათვის ვერ ხორციელდება მართველი ძალა ძალიან დიდ ფსონს დებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიდი მოლოდინია იმის მიმართ რომ პოლიტიკური სიტუაცია დარეგულირდება და შეიცვლება მას შემდეგ და თუ შეძლებს პარლამენტი მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ? ამის შემდეგ მოხდება მართლა სიტუაციის რადიკალურად შეცვლა? გულისხმობ და ვუშვები იმას, რომ ცვლილებები იქნება მიღებული, რადგან ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ უკვე აქვთ საჭირო ხმები. ჯერ ერთი ვფიქრობ, რომ საქართველოში არანაირი დაძაბული პოლიტიკური ვითარება არ არის. იმიტომ რომ აბსოლუტურად არათანაბარი ძალებია პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს და იმდენად ასე ვთქვათ დომინირებს არსებული ხელისუფლება და ქართული ოცნება რომ აქ რაიმე პოლიტიკურ დაძაბულობაზე ლაპარაკი ვფიქრობ სერიოზული არ არის. მეორეს ერთი არანაირ ფსონს მერწმუნეთ ამ ცვლილებებზე ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არ დებს, იმიტომ რომ არც ქართული ოცნებისთვის და არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც საქართველოს მოსახლეობისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რაც ფიქრობს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას ხო კარგი მათთვის. არ მიიღებენ ისედაც მე ვთვლი რომ ასე ვთქვათ ეს წარსულის იდეოლოგია არის, ცოცხების იდეოლოგია და ყველა მისი მონაწილე ეს არანაირი პერსპექტივა, არც პოლიტიკურ ასპარეზზე და არც საზოგადოებრივი პატივისცემის თუ რაიმე ყურადღების ამ ქვეყანაში არ აქვს. ამიტომ ეს არ არის სერიოზული საკითხი, ეს არის იდეოლოგიის ნაწილი, ეს არის ზუსტად ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რომ ქართული პრესა გუშინდელი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მოქმედებს და სამწუხაროდ ამის და გამო ქართულ საზოგადოებასაც ამ დღის წესრიგში ამყოფებს. თუმცა აქცენტს ამაზე ხელისუფლება აკეთებს, ბატონო გოგა, ამის გამო მიდიოდა მოლაპარაკებები ნაციონალურ მოძრაობასთან. არა, ეს იყო ამის გამო მიდიოდა ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა განხორციელდეს პოლიტიკური ამნისტია ყოფილი თანამდებობის. პოლიტიკური ამნისტია შესაძლოა რომ განხორციელდეს და უნდა განხორციელდეს კიდეც, მაგრამ ეს პოლიტიკური ამნისტია არანაირად არ უნდა შეეხებოდეს კონსტრუქტორებს, ადამიანებს, ვინც შექმნა ეს დანაშაულებრივი რეჟიმი. ბუნებრივია რომ ძალიან დიდი არმია არის ადამიანების ვინც თანამონაწილე აღმოჩნდა ამ კანონდარღვევის ამ ვთქვათ კრიმინალის ხშირ შემთხვევაში და მათ მიმართ
რა თქმა უნდა, პოლიტიკური ამნისტია საფიქრალია და განსაჯელია და ვფიქრობ განსახორციელებელიც. მაგრამ ეს არანაირად არ უნდა ეხებოდეს იმ ადამიანებს, ვინც ქმნიდა კონსტრუქციას, ვინც აძლევდა დავალებებს, ვინც მიზანმიმართულად არღვევდა ქართულ კონსტიტუციას და კანონმდებლობას და ყოველდღიურად მასხრატიგდებდა ქართულ საზოგადოებას, ღირსებას ყრიდა მას და ძალადობას და დანარჩენს აღარ მოუყვები. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს უნდა განხორციელდეს, მაგრამ ეს მოლაპარაკება და მე ვფიქრობ, რომ აქ ახალს არაფერს არ ვიძახი, უბრალოდ კონსტატაცია კეთდება ფაქტის. ეს არის სააკაშვილი არის სიცრუის სიმბოლო. ერთ წუთში რო ერთ სიტყვის, მეორე წუთში მეორეს ამბობს და იმას უპირისპირდება, რაც თვითონ თქვა. ამის არაერთი მაგალითი ყოფილა. არანაირი კოაბიტაცია საქართველოში არ იყო და არც იქნება. იმიტომ რომ ეს არის სრულიად შეუძლებელი. სისხლის სამართლის დამნაშავეებთან და სახელმწიფო დამნაშავეებთან და მათ დამქაშებთან, მათ მხარდამჭერებთან, მათ იდეოლოგიურ, ასე ვთქვათ, გარემოცვასთან არანაირი კოაბიტაცია არ არის შესაძლებელი. ვანო მერაბიშვილი არის სახელმწიფო დამნაშავე და ის უნდა იყოს იქ, სადაც ადგილია სახელმწიფო დამნაშავეების, ეს მალე მოხდება, მე ამაში არც ერთ თვით მაგრამ თუ არ მოხდება მალე, მოგვიანებით მოხდება, თუ მოგვიანებით არ მოხდება, გვიან მოხდება. თუ ამ ეს ხელისუფლება ამას არ იზავს, შემდეგი ხელისუფლება იზავს ამას, იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი საქართველოსთვის. საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ სიცრუეს, უკანონობას, ფარისევლობას და ბოროტებას უნდა დაუდოს დაუსვას წერტილი. ეს მოხდება, იმიტომ რომ აქით არის მიმართული ქართველი ხალხის ნება, გაცხადებული ძალიან მკაფიოდ და რაც თავარია, ნუ გვეშინია, ნუ რავის. თავარი რაც ხდება დღეს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მესმის, რომ ეს არის მტკივნეული პროცესი, მაგრამ პირველად ამ 25 წლის მანძილზე თუ 23 წლის მანძილზე მე ვხედავ პროცესებს, რომელიც ამკვიდრებს საქართველოს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისი ინტერესების დამცველ და გამტარებელ ქვეყანას მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე. ამას ვხედავ პირველად. რაღაცა ნიშნები შევარდნაძის პერიოდში, დასაწყისში, სადაც აი მაშინ პირველად რო გაჩნდნენ ეს ახალგაზრდული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები იყო, მაშინ ამის ნიშნები გამოჩნდა თითქოს. დღეს ეს არის რეალობა, დღეს ამ გზით მიდის საქართველოს ხელისუფლება. მე ძალიან დიდი სიამოვნებად შევხვდი უსუფაშვილის განცხადებას და ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა მოუწონო ბიძინა ივანიშვილს ის აბსოლუტურად გულწრფელი, საღი, რეალისტური მიდგომა მსოფლიო პოლიტიკისადმი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, პატარა, არც თუ მდიდარი, არც თუ ძლიერი, მაგრამ დიდი ტრადიციის მქონე, დიდი კულტურის მქონე და რაც თავარია ღირსების მქონე და ჩვენ მოეწონება ეს სახალხო პარტიას ევროპის, თუ არ მოეწონება ეს ბატონ ბრაიზას თუ იქ სხვა მესვე თეთრი სახლის თანამშრომლებს, განვახორციელებთ იმას, რასაც ითხოვს ქართული სახელმწიფოს ინტერესი, ჩვენი მოსახლეობა და რაც თავარია, თუ ივანიშვილის მთავრობა არ შეასრულებს იმ მოთხოვნას, რა მოთხოვნამაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა, ეს მთავრობა შეიცვლება, მოვა სხვა და ის განახორციელებს. მაგრამ ეს რო განხორციელდება, მე ამაში არც ერთ წუთი ეჭვია. ძალიან დიდი მადლობა. მთავარ კითხვას გოგა ხაინდრავა პასუხობდა, რამდენიმე წუთში მთავარი პროკურორი იქნება ჩვენი სტუმარი. მთავარი პროკურორი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა ბატონო არჩილ. რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ირაკლი ოქროაშვილმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტი პარიზში მის კომპიუტერში შეშვებული ვირუსის თანახმად უკანონოდ უსმენდა მას. ირაკლი ოქროაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაკითხეთ ის რამდენიმე დღის წინ და რომ მიმდინარეობს მოკვლევა. ისიც განაცხადა ოქროაშვილმა, რომ ეს თვითშემოქმედება არ იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის მხრიდანო. რის თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით? მართლაც დაიკითხა ის რამდენიმე დღის წინ. მოგესალმებით პირველ რიგში. მე ამ განცხადებისთვის არ მომისმენია, თქობა თქვენკენ მოვდიოდი იმ დროს.
მე არ ვიცი კონკრეტულად ამ კითხვის ან განცხადების არსი, რომელ დროს ეხება ეს? ახლანდელ დროს ეხება. ეს ეხება ხელისუფლების შემდგომ შეცვლის პერიოდზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი. მე მინდა თქვა, რომ მაშინ ფაქტობრივი უსწორობა არის საკითხში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ პერიოდში მსგავსი ფარული უკანონო მიყურადება და მოსმენა არ ხდება და თუ მის განცხადებაში ამჟამინდელ ვითარებაზე არის საუბარი, მაშინ ეს სინამდვილე შეუსაბამოა. და არც მოკვლევა მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ცხადი, დიახ. უარყოთ ოქრუაშვილის მიერ შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენა ვირუსების მეშვეობით არ მიმდინარეობს. და შესაბამისად, თუ მისი განცხადება შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ხდებოდა ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი შეფის ერეკლე კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურ აღაჭავას და ძმას, ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს ქართულ ბანკის გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით. კონკრეტულად რაში მდგომარეობს მათი ბრალი? ამის შესახებ ალბათ საზოგადოებისათვის უფრო დეტალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქ ეს თემა ზოგადად დაკავშირებული არის 2011 წლის ნოემბრის შემდგომ ბანკი ქართუს მიმართ განხორციელებულ სადამსჯელო ღონისძიებებთან. მაშინ ხელისუფლებამ შეცვალა კანონი და ხელისუფლების პირდაპირ თუ ირიბი ზეწოლის ქვეშ გარკვეულ ბიზნესმენთა წრემ მიიღო გადაწყვეტილება დაყვა, ასე ვთქვათ, მოცემულ უკანონო ინსტრუქციებს ხელისუფლების და ბანკისათვის საზიანო ქმედებები განახორციელეს, რამაც საერთო ჯამში ბანკს 190 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა. ერთ-ერთი ბიზნესმენთა ჯგუფიდან, ვისაც კი ამ მანიპულაციებში მონაწილეობა ჰქონდა მიიღებული ეს ადამიანები არიან, ამიტომაც მათ შესაბამისი მუხლით საპროცესის სამართლის კოდექსის, ეს არის 205 პრიმა მუხლი და კიდე სხვა, წარედგინათ შესაბამისი ბრალი და, ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა იქნება ნაწარმოები მათ მიმართ. ბუტარო ბაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მასალაზე დღეს მთავრობმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ვიდეო მასალა არის დამონტაჟებული, რამდენადაც ვიცი, ელით კიდევ საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნებსაც. ამ ეტაპზე რას გაძლევთ ეს ინფორმაცია გამოძიების თვალსაზრისით? ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით ის ვიდეო მასალა არის დამონტაჟებული როგორც აუდიო ნაწილში, ისევე ვიდეო ნაწილში, რაც მისი როგორც მტკიცებულების უვარგისობაზე მეტყველებს. ანუ მე ადრეც ვამბობდი, როდესაც გავრცელდა ეს მასალა, რომ პირველადი არის დოკუმენტის ორიგინალურობის, ნამდვილობის და მისი დაუმონტაჟებლობის დადგენა და შემდგომ უნდა მომხდარიყო მასზე შინაარსობრივი ასპექტის გამოკვეთა. და ეხლა ამ დასკვნიდან თუ გამოვალთ, რადგან ის არის დამონტაჟებული, აი ამ დოკუმენტის შინაარსზე მსჯელობა უკვე დაუშვებელი ხდება. და მაგალითად იქ ნანახ კადრზე, იქ ნანახ სიუჟეტის განვითარებაზე არ შეიძლება აღარ წარმოადგენს ეს მასალა თქვენთვის. ამ მონაცემებით თუ ექსპერტიზის დასკვნის აი ამ მონაცემებს მივიღებთ საფუძვლად, მაგრამ ეს არ არის საბოლოო პოზიცია, როგორც გაცხადებული იქნა კიდევ ორგან შტატებში და გერმანიაში შესაბამისი საექსპერტო დასკვნები მიმდინარეობს. თუ კი თქვა დაუშვებთ, რომ დასკვნები ანალოგიური იქნება იქაც, მაშინ აი ეს ვიდეო მასალა როგორც მტკიცებულება აღარ იარსებებს, მისი ღირებულება ნული იქნება. თუ კი განსხვავებული დასკვნები იქნება, მაშინ ვნახავთ ამ განსხვავებიდან გამომდინარე რაღაც შეჯერებულ პოზიციას შევემუშავებთ. როდესთვის დასრულდება ბატონო არჩილ ბუტარო ბაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება? ეს გამოძიება პროტესტს აცხადებენ აი ამ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ფირცხალავა, დონაძე, ისინი ამბობენ მონტაჟი რას ნიშნავს, არ არის მკვდარი ადამიანი ამ კადრებში, ავტომატები მიხატული აქვს, დამონტაჟებულია ეს ყველაფერი, თუ როგორ არის საქმეო. როდის დაესმევა წერტილი გამოძიებას? გამოძიება უკვე დასრულებული იქნებოდა, რომ არა ეს ვიდეო მასალა, რამაც გააგრძელა გამოძიება თავისთავად და ბუნებრივად. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის მიმართ უნდობლობას, ეს დასკვნა გადაეცემათ მათ, ბუნებრივია, ის რამოდენიმე ტომ დანარჩ შეიცავს.
და ყველას ექნება შესაძლებლობა შეაფასოს ექსპერტიზის დასკვნა არ არის მოცემული ჭეშმარიტება ის ასევე შესწავლისა და კრიტიკის საგანი არის და თუ ცალკეული ბრალდებული აი ამ დასკვნის მიმართ დაასაბუთებს თუ რატო არის ეს უსაფუძვლო შესაძლებელია მას მიეცეს თქვათ ამ აზრს არსებობის უფლება მაგრამ თვითონ ჩვენი პოზიციაც მდგომარეობს იმაში რომ ბოლომდე ყველა წყაროებით იქნეს აი ამ დოკუმენტის ნამდვილობა გადამოწმებული ამიტომ ველოდებით კიდევ ორი წყაროსაგან სანდო წყაროსაგან ექსპერტიზის დასკვნებს რა შედეგიც იქნება იმის მიხედვით დავსვამთ საბოლოო შედეგებს და წერტილებს როდის იქნება დასრულებული როდესაც მივიღებთ დამატებით შტატებიდან და გერმანიიდან შესაბამის დასკვნებს როდის მივიღებთ ამის პროგნოზირება ზუსტად მე მიჭირს მაგრამ ვფიქრობთ რომ ეს 2 კვირის განმავლობაში ან 3 კვირის განმავლობაში უნდა იყოს თუმცა ეს ვარაუდია და პროგნოზი იკოთება თუ არა ირაკლი ოქროაშვილის ფიგურა ამ საქმესთან დაკავშირებით ის იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც დაკითხეს პროკურატურაში შეეხებოდა თუ არა მის მიმართ შეკითხვები ბრუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესაც. ის უარყოფს მის კავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით, მის ინფორმირებულობასაც კი ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობა საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა. ამდენად შესაძლებელია ვარაუდის დონეზე, ვერსიის დონეზე არსებობდეს აზრი და მას ჰქონდეს არსებობის უფლება, რომ შეიძლება იყოს ინფორმირებული, მაგრამ სამართლებრივად მტკიცებულებების ფარგლებში ამ მოსაზრების დადასტურება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ძალიან დიდი სკანდალია ატეხილი იმ ინფორმაციის გარშემო, რომლის შესახებ ვისაუბრეთ თქვენს, საუბარია საპატიმროებში პატიმრების ორგანოებით ვაჭრობაზე. პირველად თეატრულუკიანმა იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. რა კონკრეტულ დეტალებზე, რა ინფორმაციაზე შეგიძლიათ აი ახლა ამ წუთას ილაპარაკოთ? ეხლა ამჟამად შეიძლება მხოლოდ ინფორმაციაზე საუბარი. ანუ პროკურატურა, სხვა სამართალდამცავი ორგანოები ბუნებრივია იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის პატიმრებისგანაც და ჩვენთან არსებობს ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ადამიანის ორგანოთა, ასე ვთქვათ, უკანონო ხელყოფას, ასე რომ დავარქვათ ამ საკითხს, შეეხება, მაგრამ არ შეიძლება ჯერჯერობით ვთქვათ, როგორც ფაქტზე, როგორც დადასტურებულ შემდგარ გამოძიებით დადგენილ მოცემულობაზე. მიმდინარეობს შესწავლა, მიმდინარეობს გამოძიება ამ მხრივ და როდესაც იქნება უკვე ეს დადასტურება, ჩვენ ვაცნობთ მას საზოგადოებას. ჯერჯერობით ეს არის ინფორმაცია დამუშავების სტადიაზე. ადამიანების წამებას ციხეებში თქვენ ჯერ კიდევ თებერვალში უწოდეთ სისტემური დანაშაული, დაგვკვირდით რომ მარტის დასაწყისში შევიტყობდით დეტალებს. დღეს არის 15 მარტი, მაინტერესებს რის თქმა შეგიძლიათ ჩვენ ველით სამართლებრივ შეფასებას, რომელზეც თქვენ თქვით რომ ახალი სიტყვა უნდა იყოს ეს ქართული სამართალწარმოების სისტემაში. ასევე საინტერესოა ბაჩო ახალაიას სახელი თუ ფიგურირებს ამ საქმეში, რადგან რაღაცნაირად ახალაიას უკავშირებდნენ ხოლმე ციხეებში ადამიანებთან სასტიკი მოპყრობის ფაქტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მინდა ვთქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სრული სვლით. საქართველოში არსებულ 18 დაწესებულებაში, სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დაკითხული იქნა 2100 პატიმარი. ისინი, ვინც გახდნენ მსხვერპლნი წამების, ცემის თუ არა ადამიანური მოპყრობის და ისინიც, ვინც გახდნენ თვითმხილველნი მსგავსი მოპყრობისა. გარდა ამისა, მიმდინარეობს ინტენსიურად ადმინისტრაციის პერსონალთა დაკითხვა აი ამ დაწესებულებებისა, რომლებიც დროის მოცემულ მონაკვეთში გარკვეულ პოზიციებზე მუშაობდნენ და ვისაც შემხებლობა ჰქონდათ ან ინფორმირებულება მინიმუმ მსგავს უკანონო ქმედებებთან. მიმდინარეობს ასევე საპრობილეებში გარდაცვლილ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება, რადგან დიდია ეჭვი იმის შესახებ, რომ ზოგ შემთხვევაში ან ხშირ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არ იყო ასფიქსია, რაც იქ დაფიქსირებული, ან გულის უკმარისობა, ან სხვა მსგავსი რამ. ამიტომაც აი ამ კუთხით მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. ასევე ერთ-ერთი შტო აი წეგან რასაც საუბრობდით ინფორმაციულობის თვალსაზრისით ადამიანის ორგანოთა უკანონო გამოყენება. ეს ყველაფერი ერთობლივად არის უზარმაზარი ფრონტი. ამას ემსახურება პროკურატურის ადამიანური რესურსების ძალიან დიდი ნაწილი და დღეისათვის გვაქვს გარკვეული პროგრესი. რაც შეეხება
სამართლებრივ შეფასებას, ახალ სიტყვას თუ მსგავს მიდგომას, ჩვენ მოწვეული გვყავს უცხოელი ექსპერტები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და აი იმ ფაქტობრივ მონაცემებზე, რასაც ჩვენ ამ დროის განმავლობაში დავაგროვებთ, ერთად განვიხილავთ უკვე როგორი სამართლებრივი შეფასება შეიძლება მიეცეს ამა თუ იმ ამ ფაქტობრივ გარემოებებს. ასე რომ ძალიან დროტევადი საქმე არის ეს. აპრილის დასაწყისში ველოდებით ექსპერტებს და აი მერე ასე ვთქვათ უფრო თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ გარკვეული შეფასება. რაც შეეხება ახალაიას თემას, ამ შემთხვევაში მე პერსონალიებთან დაკონკრეტებით ვერ დავკონკრეტდები, რადგან ჯერ მიდის ფაქტების დადგენა სისტემური თვალსაზრისით. აი სისტემურობა, წეღან თქვენს მიერ ნახსენების სიტყვა, მეანიშნებს იმას, რომ აქ იყო არა ერთჯერადი შემთხვევა, არამედ ეს იყო მართვის წესი. აი ეს აღიქმება სისტემურობის ნიშნად. როდესაც პენიტენციალურ დაწესებულებებში წესრიგის მართვის პატიმრებთან მოპყრობის წესი იყო დაფუძნებული ძალადობაზე. აი ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ ამის ნიშნები ვლინდება, მაგრამ კონკრეტულად, დეტალურად და დადგენილად ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ. მიხვალთ თუ არა იმ ფიგურებამდე, ვინც ადგენდა აი ესეთ წესებს სისტემური მართვის სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. მიხვალთ თუ არა მაღალი თანამდებობის პირებამდე. ეს არის ძალიან დიდი ინტერესი საზოგადოების. ჩვენი მოცემულობა მიდგომა არის მივალთ იქამდე, სადამდეც საქმე თვითონ განვითარდება და მივა. ანუ გამოძიების სტადიაზე არ ეარსებებს არანაირი მუხრუჭი, არანაირი წინაღობა, რომელსაც მოვერიდებით და რომლის გამოც უკან დავიხევთ. ასე რომ სადამდეც მივა, ვისთანაც მივა, რა დონის და პასუხისმგებლობის თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, იქ გავჩერდებით და იქამდე მივალთ ჩვენც. დიმიტრი შაშკინი დაბრუნდა ბატონო არჩილ საქართველოში. არაერთი კითხვა საზოგადოებაში ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. მან მოგიწოდათ დღეს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისკენ. საქმე ეხება პროკურატურის მიერ შაშკინის იმ საქმეზე დაკითხვას, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს. შაშკინი ამბობს, რომ თუ ამ საქმის შესახებ გავრცელდება ინფორმაცია, საფრთხე დაემუქრება საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები რამდენიმე პირის სიცოცხლეს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ საქართველოს სახელმწიფოსთან. კონკრეტულად ამ საქმეს უკავშირდება დიმიტრი შაშკინის დაბრუნება საქართველოში. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ? მე ვერანაირად ვერ გეტყვით, რას უკავშირდება მისი დაბრუნება საქართველოში, რადგან ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად იქნა მიღებული. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და გარკვეული თემის შესწავლა მიმდინარეობს ჩვენთან. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ თუ ვეხებით ისეთ საკითხს, რომელსაც აქვს გრიფის საიდუმლო, ბუნებრივია, თემა იქნება საიდუმლოდ შენარჩუნებული, მანამ სანამ ისევ ჩვენს მიერ არ იქნება მიღებული საწინააღმდეგო გადაწყვეტილება განსაიდუმლოების შესახებ. რაღაც ამა თუ იმ დოკუმენტის თუ მოცემულობის. ჯერჯერობით საქართველოს პროკურატურას არ გაუკეთებია არც სხვა რომელიმე სამართალდამცავ ორგანოს, არ გაუკეთებია რაიმე ოფიციალური განცხადება ამ ადამიანთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისა და ფაქტების შესახებ. ჩემთვის არ არის ცნობილი ვთქვათ ინფორმაცია საიდან და ვისი მეშვეობით გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თავის დროზე, როდესაც ეს საკითხი იქნება უკვე დადგენილი გამოძიებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რაც აუცილებლად იმსახურებს მის ინტერესს და ვაცნობებთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რა თქმა უნდა, კანონის გათვალისწინებულ ფარგლებში. თუ დავწმუნდებით, რომ გრიფით საიდუმლოს დადება ამ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ მიზანს, რასაც კანონის საიდუმლოების შესახებ ადგენს, ესეც არ არის პრობლემა, რომ ის იქნეს მოხსნილი. თუ დარჩება და შენარჩუნდება, მაშინ დეტალების შესახებ საზოგადოება ვერ შეიტყობს. გირგულიანის საქმეზე მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. განაცხადეთ, რომ იკვეთება ივანე მერაბიშვილის კვალიო. საზოგადოებამ პრინციპში რამდენიმე წელია იცის ამის შესახებ, რომ ეს საქმე არის კავშირში ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან. თქვენ რას გულისხმობდით, როდესაც ეს თქვით და როდის უნდა დაიკითხოს ივანე მერაბიშვილი? მე სიტყვა კვალე არ გამომიყენებია, მე ვთქვი მისი ინფორმირებულობა დასტურდება ამასთან დაკავშირებით. გირგულიანის ეპოპეა, ვთქვათ, რომ გავყოთ დროში ორ ნაწილად, ერთი ნაწილი პირობითად იქნება დროის მონაკვეთი, რომელიც მის გარდაცვალებამდე
მომხდარ მოვლენებს შეეხება და მეორე ნაწილი გარდაცვალებიდან ვიდრე პატიმრების შეწყალებით განთავისუფლებამდე დროის პერიოდს შეეხება. ჩვენ შეგვიძლია მე შემიძლია მტკიცედ თქვა, რომ აი დროის მეორე დიდი ეპიზოდი დროის, რომელიც გარდაცვალებიდან ვიდრე შეწყალებამდე პერიოდს შეეხება, პრაქტიკულად გამოძიებული არის და თუ ცალკეული რაღაც დასახვეწ ელემენტებზე არ გვექნება საუბარი, უკვე გამოძიება ამ მხრივ დასრულებულიც კი. აი ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც ვამბობდი იმას, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასასრულის ფაზისაკენ გადადის. რაც შეეხება ბატონი მერაბიშვილის ინფორმირებულობას და ამდენად შემხებლობას საქმესთან, ეს აი ამ დროის მეორე პერიოდთან დაკავშირებით ვლინდება, ხოლო კონკრეტულად თუ როგორ და რანაირად ამაზე დაკითხვის რეჟიმში იქნება საუბარი სავარაუდოდ მასთან. დროს ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს იქნება 1 დღეში, 5 დღეში თუ მსგავს, ახლა არ დავასახელებ, რამე თუ ეს დაკითხვის დრო განისაზღვრება გამოძიების მომწიფებიდან გამომდინარე და კონკრეტული პროკურორის მონაწილეობით. ასე რომ შორს არ არის ეს დრო, ყოველ შემთხვევაში მინდა ვთქვა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების შესახებ შევიტყობთ. 26 მაისი უკვე დაიკითხა ბატონ არჩილ ნინო ბურჯანძე, არ არის ბევრი დრო გასული და საზოგადოებას აქვს გარკვეული პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ გაჭიანურებულია ამ საქმის გამოძიება. საქმე გვაქვს გვამებთან, რომლებიც სახურავზე აღმოჩნდა სრულიად გაურკვეველ ვითარებაში, საქმე გვაქვს საზოგადოებაზე განხორციელებულ ძალადობასთან. როდის დაესმევა ამ საქმის წერტილი და აი ახლა რა ინფორმაციაზე შეგიძლიათ ილაპარაკოთ? Ვინ გასაბრძანება მაგალითად ეს კითხვა მე პირადად მაწუხებს. აი, როდესაც ამ კითხვაზე პასუხი იქნება, იმ დღეს გაიგეთ გამოძიების დასრულების შესახებ. აქ მსჯელობთ და დასკვნებს ვაკეთებთ არა ვარაუდებით, არა მომეტებული მოსაზრებებით, არამედ ფაქტებით. 26 მაისთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეულობით ადამიანი, მსხვერპლი, დაზარალებული, მონაწილე არის დაკითხული, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები და ეს არის ერთი მხარე ამ გამოძიების. აქ შედარებით სიოლია, რადგან მოძებნა დაზარალებულთა და ჩვენებების აღება შედარებით იოლია. უფრო რთული არის მეორე ასპექტი დარბევაში მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმის წევრების იდენტიფიცირების, მათი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების და შემდგომ ხელმძღვანელებიდან კიდე ხელმძღვანელზე გასვლის თვალსაზრისით, იმიტომ რომ დოკუმენტები, რომლებიც ემსახურებოდა, ვთქვათ, აი ესეთ ოპერაციაში კონკრეტული დანიშნულების რაზმის გამოყენებას, ან განადგურებული არის, ან არასრულყოფილია და შესაბამისად ჩვენ პასუხისმგებლობისათვის ვეძებთ და ვარჩევთ არა სპეცრაზმს, რომელსაც ხელში თქვათ ხელკეტი ეჭირა და უმოწყალოდ სცემდა თქვათ ვიღაცას. რა თქმა უნდა, მის იდენტიფიცირების შემთხვევაშიც ისიც უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო არის მხედველობაში გვაქვს ბრძანების გამცემი. ბრძანების გამცემი, რომელიც ლოგიკურად მიდის 20 მეთაურზე, მერე უფრო ზემოთ და მერე უფრო ზემოთ. აი ამ ადამიანების შენიღბულობის გამო, დოკუმენტობის უკმარისობის გამო ძნელდება ჯეროვნად აი ამ კუთხის გამოძიება, არა და ეს აინტერესებს საზოგადოებას ზუსტად და აი ამ პრობლემატიკის წინაშე ვდგევართ, მას ეტაპობრივად ვლახავთ და გადავლახავთ, დარწმუნებული ვართ და კითხვაზე ვინ, რომელიც თქვენ დამისვით პასუხი გვექნება. ოღონდ ახლა დროში დაკავშირებით ნამდვილად ვერ ვიპროგნოზირებ. შვანიას საქმე ასევე არის ძალიან დიდი მოლოდინი, ბევრჯერ დაგვკვირდით, რომ მალე უნდა დასრულდეს. მან არ მგონია ასეთი დაპირება მომეცა უფრო გირგვლიანის საქმეზე და რობაქიძის საქმეზე. იყო დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ არის გარკვეული ახალი გარემო. კი, ეგ ფაქტია. ოღონდ მალეზთან დაკავშირებით თქვი ეს ფაქტია, არის ძრები, არის არსებულ ვერსიებთან მიმართებით კრიტიკული პოზიციები და ერთი სიტყვით ამ ყოველივეს, როდესაც კიდევ იგივეს განმეორდები და ვიტყვი, რომ მიეცემა დადგენილი ფორმა, შეიძლება გარკვეულ ეპიზოდზე ვთქვათ, ანუ ეს თემა ვთქვათ, რა მოხდა, ვის მიერ, როდის, რაც კომპლექსური საკითხი არის, შეიძლება ერთდროულად არ იქნეს პასუხგაცემული, მაგრამ ვთქვათ, რაღაცა სტადია, ვთქვათ, რაღაცა ვერსია ან მოსაზრება, როდესაც ის იქნება გამორიცხული, არ არის გამორიცხული, ვთქვათ, რომ აი ეს გამორიცხულია, ვთქვათ, ეს საკითხი არ იქნება და ესე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით ეს
ერთ-ერთი რთულად გამოსაძიებელი საქმეა ძალიან ბევრი დროის გასვლის გამო და ძალიან ბევრი სათანადო მტკიცებულების დროულად მოუპოვებლობის გამო. და ამდენად ართულებს მას, თუმცა იმედები და ოპტიმიზმი გვაქვს. თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ნარკოტიკების და იარაღის ქონის ბრალი გაიტანა უკან. თუმცა თქვენი თანხმებით მის მიმართ წაყენებულ სხვა ბრალდებებს ეს რას ნიშნავს? ჰქონდა თუ არ ჰქონდა ძალიან მარტივად რომ მიპასუხოთ იარაღი და ნარკოტიკი გუნავას? ესე იგი, მოდით ენა ან სამართლებრივად ვილაპარაკოთ, ან არასამართლებრივად. ამაზე მოდით არასამართლებრივად. არასამართლებრივად ვამბობთ, რომ ჰქონდა. თუ ვიტყვით, რომ არასამართლებრივად, ვამბობთ, რომ ნარკოტიკი და იარაღი ჰქონდა. ანუ ჩადებასთან ასევე არასამართლებრივი ტერმინით რომ ვკითხოთ, საქმე არ გვაქვს. ხო. ანუ არასამართლებრივ ენაზე მას ჰქონდა ნარკოტიკი და იარაღი, არასამართლებრივ ენაზე მისთვის არ ჩაუდიათ ნარკოტიკი და იარაღი. ეხლა რაც შეეხება სამართლებრივ ენაზე. სამართლებრივ ენაზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ და გვჯერა, რომ მას ეს ნარკოტიკი და იარაღი ჰქონდა, ვინაიდან დაირღვა პროცედურები, ვინაიდან დაკავებისა და ჩხრეკის დროს კანონით გათვალისწინებული პროცედურები დაირღვა, რომელი პროცედურების შედეგადაც მაგრდება საქმეში ნარკოტიკი და იარაღი, მას ძირი გამოეთხარა და უკვე სამართლებრივად უვარგისი გახდა. ანუ ის რაც არასამართლებრივად მოცემულობა ჯეროვანი პროცედურების ვერ უმტკიცდება გუნავას რომ მას ედო ნარკოტიკი და იარაღი ისევ არასამართლებრივი ენით უნდა მოგმართოს. ვერ დაუმტკიცდება, იმიტომ რომ ნარკოტიკს და იარაღის ქონას ადასტურებს ჩხრეკის და დაკავების ოქმი. არადა გამოვლინდა რომ ჩხრეკის და დაკავების ოქმი დარღვევებით არის შედგენილი. ესე იგი ეს მტკიცებულება გამოირიცხა. მაშინ რის საფუძველზე მეუბნებით რომ ჩადებული არ იყო იარაღი და ნარკოტიკი. მე გუნავას დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს დავსვა ეს კითხვა. ჩვენ ხო ჩავატარეთ გამოძიებად, როცა გამოვავლინეთ დროში აცდენები, ის გამოც ეს დარღვევები მივიჩნიეთ დარღვევებად. ამის პარალელურად ნარკოტიკის და იარაღის ჩადების ფაქტი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. არის მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენება, რომელიც ამბობს რომ ჩამიდეს, მაგრამ სხვა რაიმე თანმყოლი, თანხლები, რომ საერთო სურათში თუნდაც ერთი შტრიხით ეს გაძლიერებულიყო, ესეთი არ აღმოჩნდა. ამდენად ეს მოსაზრება ვერ იქნა გაზიარებული. გვაფანყურის საქმე დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ გახმაურებულა არაფერი ამ საქმის შესახებ. მე პირადად როგორც მე-9 არხის წარმომადგენელი ვამბობ, რომ მაქვს გარკვეული პრეტენზია პროკურატურასთან, იმიტომ რომ ჩვენი არხიც ფლობდა საკმაოდ კონკრეტულ ინფორმაციებს ამ საქმესთან დაკავშირებით. რა ხდება? ამაზე ვერ მიპასუხებთ, რომ დიდი ხნის წინ დატრიალდა ტრაგედია. აფანყურის საქმე ასევე გამოსაძიებელია, მიმდინარეობს მასზე ძიება. სიმართლე გითხრათ, ბოლო ეტაპზე აღარ მომიკითხავს რა ხდება და ეხლა თანამედროვე ინფორმაციას ამ მხრივ არ ფლობ, მაგრამ რაიმე პროგრესი მნიშვნელოვანი რო ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა ამის შესახებ. ასე რომ მას დამატებით მოვიძიებ, რომ დღევანდელ, ასე ვთქვათ, სტატუსი რა არის, რა პროგრესი არის, ან არის თუ არა საერთოდ ამის შესახებ მექნება შესაბამისი ინფორმაცია. ბატონარჩილ, პრეტენზია ხშირად არის სასამართლოს მიმართ, რომელიც არ აკმაყოფილებს ხოლმე პროკურატურის მოთხოვნებს. ასეთი პრეტენზია იყო კონკრეტულად გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებითაც. თუმცა აქ ჩნდება სხვა კითხვა. მსგავსი кейსები, როგორიც არის უგულავას საქმე, გვახსოვს საფრანგეთში, სულ ახლახანს გვახსოვს საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში, სადაც პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად მოითხოვა უვადო პატიმრობა, იქაც სალონიკის მერზე იყო ლაპარაკი და 20 მილიონი დოლარის თუ ევროსი ზუსტად აღარ მახსოვს, ანალოგიური გზით გადანაწილებაზე თავის თანაპარტიელებზე და სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. თქვენ მოითხოვეთ მილიონი ლარი. აი რა შუაშია მილიონი? უგულავასთან დაკავშირებით. კი, მესმის. რატომ სალონიკის მერზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. არა, უგულავაზე ვისაუბროთ. საიდან მილიონი ლარი? გავიხსენოთ ბრალდება. ბრალდება ეხებოდა საერთო ჯამში 20 მილიონზე მეტი თანხის ან გაფლანგვას ან მითვისებას. აქედან ერთი ნაწილი 5 მილიონზე მეტი სპარტაქტივისტებზე დარიგება, ხოლო 10 მილიონი დოლარის ანუ 16 მილიონ ლარზე მეტის მითვისება იყო გამოკვეთილი რამე თუ ტელევიზია, რომლისთვისაც ეს ფული იქნა გახარჯული, აღმოჩნდა ხელისუფალთა ხელში, მათ შორის ბატონი უგულავას ხელშიც. და შესაბამისად, როდესაც ბრალდება ამ ხელს თანამდებობის პირს, რომ მან
თუნდაც 16 მილიონი მიითვისა. ანუ მითვისებაა ის შემთხვევაც, როდესაც მაგალითად თქვენ ვალს ისტუმრებთ. მითვისებაა ის შემთხვევა, როდესაც თქვენ ავტომანქანას შეიძენთ, თქვათ ფულით. მითვისებაა შემთხვევა, როდესაც ტელევიზიას ხელში აიღებთ. ეს მითვისების ფორმებია უბრალოდ და არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ფული ანგარიშზე იყოს ჩარიცხული. ანუ როდესაც მსგავს ქმედებას აქვს ადგილი და 16 მილიონ ლარზე მეტის მითვისებაში პირი იმხილება, მაშინ 1 მილიონი ლარის გირაოს სახით მოთხოვნა უკვე ადეკვატურია. რატომ არა პატიმრობა? პატიმრობა როდესაც ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ სასამართლო ისედაც არ ბილებს თქვენს მოთხოვნებს. ცით რა არის მოცემულ შემთხვევაში თქვათ მისი პატიმრობა არის ხო ეს საკმარისი დანაშაული იმისთვის რომ პატიმრობა მოგეთხოვათ? ხო, აქ პატარა განსხვავება გავაკეთოთ, ხო? ჩვენ როცა საუბრობთ, ანუ ეგ ცნობილი თემები არის, არ გაიქცევა, არ მიიმალება, მოწმეებზე ზეგავლენას არ იქონიებს და ასე შემდეგ. ეს არის ის თემები, რომელიც პატიმრობის შეფარდების წინ განეხილება, ხო? ამ შემთხვევაში ვთქვათ, ჩვენი ვარაუდი მოსაზრება იმაზე, რომ ამ ხრივ ან მოწმეებზე ზეგავლენა ან გაქცევა, მიმალვა ან სხვა, ესე ვთქვათ, რაც პატიმრობის საფუძველია, არ იქნა გაზიარებული, რადგან ის მინიმუმ, ასე ვთქვათ, არჩეული პირი არის, ერთ-ერთი არგუმენტი ესეც იყო და ასე ვთქვათ, პოლიტიკური მოღვაწეც არის ამ ხრივ და აი ამ მოსაზრებათა გამომდინარე პატიმრობის მოთხოვნა არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული. თუმცა, რასაკვირველია, ამ მოსაზრების საპირწონედ სხვამ შეიძლება სხვაგვარად დაასაბუთოს პატიმრობის აუცილებლობა, მაგრამ ჩვენ აი ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე საკმარისად ვცანით გირაოს თემაც. ბატონო არჩილ, ქონდა თუ არა პროკურატურას იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ გიგი უგულავას შეეძლო მილიონი ლარის გადახდა, მან წაიღო მილიონი სახლში? ამის მტკიცებულება გაგაჩნდა? ჩვენ გაგვაჩნდა 16 მილიონის მითვისების მტკიცებულება. და აი ის მაგალითები, რაც ახლა გითხარით, რომ თანხა შეიძლება განივთებული იყოს ქონებაში, ეს ნიშნავს წაღებას. ანუ ვუტრირებთ იმას, რომ თანხის წაღება ნიშნავდეს სეიფში ჩაკეტილ ფულს, რომ თანხის მითვისება შეიძლება ნიშნავდეს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებულ ფულს. მაგრამ რეალური თანხა იყო საჭირო, რომ გადაეხადა მას ეს გირაო, თუ კი სასამართლო დააკმაყოფილებდა თქვენს მოთხოვნას, ხომ ასეა? და უკვე როდესაც 16 მილიონის მითვისების თემა წინა პლანზე იყო წამოწეული, პრეზუმფცია იმისა, რომ მას ეს თანხა არ ეკნებოდა, შედარებით ნაკლები არის, ან თითქმის არ არსებობს. თუ კი ერთხელ, თქვათ, ვლინდება 16 მილიონის მითვისების ფაქტი, ასე თქვათ, უბიწოების პრეზუმფცია უკვე იქ დარღვეული არის. და შესაბამისად უკვე 1 მილიონი იქნებოდა აქ თუ 9 მილიონი, ამ შემთხვევაში მისი გადახდის შესაძლებლობა პროკურატურისათვის დასაბუთებული იყო. კარგი, და ჩვენი საუბრის ბოლოს დაახლოებით რამდენი საქმეა ახლა პროკურატურაში შემოსული? 7000 ახსენა პრემიერ-მინისტრმა ამას წინათ. მან თქვა, რომ ეს უკვე არის ძალიან ბევრი და თუ ყველაფერი მივა ბოლომდე, თუ ყველა საქმის გამოძიება მივა ბოლომდე, მაშინ ალბათ ოჯახი არ დარჩება, ვისაც ეს არ შეეხებაო. რამდენი საქმეა ახლა პროკურატურაში? მასე ზუსტად სტატისტიკურად თქმა მიჭირს, მაგრამ მე თქვენ გეტყვით ცალკეულ პარამეტრებს და თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ. კი ბატონო. სადღაც 3-4 კვირის წინ 18000-ზე მეტი განცხადება, საჩივარი თუ მომართვა იყო მთლიანად პროკურატურის მთელი სისტემის მიმართ განხორციელებული. ოფიციალური სტატისტიკით არსებობს 9560 შემთხვევა, როდესაც მადლიერმა ბრჭყალებში მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ აჩუქეს უძრავი ქონება. არ დათვლილა ათასობით შემთხვევა, როდესაც ფულის შეწირულობა, აქციების, წილების გადაცემა, ნებართვების თუ სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემა თუ ნებაყოფლობით ასევე ბრჭყალებში ჩამორთმევა მომხდარა. ასე რომ ეს დიდი მასალა, ასე ვთქვათ, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგევართ და გამოწვევაც ამავდროულად. ამიტომ რამდენი საქმეა ასე არ დამითვლიათ ჩვენ წარმოებაში, მაგრამ ბევრი ან ძალიან ბევრი. დავითვლით ისე მაგ კუთხითაც საქმეების გადათვლა არ არის რთული და შეგვიძლია ეს პასუხიც გქონდეს. გეყოფათ რესურსი, რომ ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოთ? გვეყოფა პრიორიტეტების გამოყოფის თვალსაზრისით, ანუ ჩვენ პირველ პრიორიტეტად პირობითად ვამბობ ამას, ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვყავით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, აი ციხის თემა, მოკლედ რაზეც წეღან გესაუბრეთ.
შემდეგი პრიორიტეტი ეს არის მოხელეთა მიერ ჩადენილი საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, მითვისება, გაფლანგვა და ელიტური კორუფციის თემა, რომელზედაც ესოდენ ბევრი საუბარი იყო საქართველოში. მესამე ეს არის ხელყოფილი საკუთრების უფლებები, აი ეს ათასობით შემთხვევა, რომელზეც გესაუბრეთ. მეოთხე გახმაურებული საქმეები. ვცდილობთ, რომ რაღაცა რაციონალურად დავგეგმოთ ამის გაკეთება. პლუს ამას ასევე მინდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენ დავიწყეთ პროკურატურაში გადახედვა კადრების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით რა მაქვს მხედველობაში. არაერთ გზის მოგვისმენია, რომ აი პროკურატურაში კლავის ადამიანები, კლავის კადრები არიან, ვის მიმართაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება. იმისათვის, რომ ხელაღებით არ მომხდარიყო ჩვენს მიერ, ესე ვთქვათ, გაწმენდა, რასაც ქვია, ან ცუდი სიტყვა ეს რას ეკურველებოდის შუხთი ამისათვის, ან ადამიანების უსამართლოდ ქვია, როცა ჯეროვანი პროცედურა არის გაყვანა სისტემიდან, ჩვენ შევქმნით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი 12 ახლად დანიშნული პროკურორისაგან, რომლებიც ეხლა დაინიშნენ პროკურატურაში და მათ არანაირი, ასე ვთქვათ, წარსული საქმიანობა არ გააჩნიათ და მათი ერთადერთი მოცემულობა არის ინტენსიურად მოხდეს შესწავლა იმ საჩივრებისა, რომლებიც პროკურორების უკანონო ქმედებას ეხება და აქ საუბარი კი არ არის იმაზე, რომ პროცესუალური რაღაც უკანონობა, არამედ პროკურორისათვის შეუთავსებელ ქმედებაზე, როცა პროკურორი ითხოვდა ქონების ჩამორთმევას, როცა პროკურორი ძალადობდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისათვის რაღაცა დათმობების მიღებაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ამ რთულ კონგლომერატულ პერიოდში ვარ სხვადასხვა საკითხებისა. ჩვენ გვეყოფა ძალები იმისათვის, რომ ეს დავალაგოთ, ოღონდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სისწრაფე უკავშირდება ანგარიშწორებას, ან უარეს შემთხვევაში შურისძიებას და ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას მოემსახუროთ. ამიტომაც მინდა საზოგადოებამ გაგებით მოეკიდოს იმას, თუ კი ის თქვათ ხვალინდელ დღეს ვერ ხედავს თქვათ დასჯილს პირდაპირ მნიშვნელობით იმ ადამიანს, ვინც მისი აზრით დამნაშავე არის, ან საზოგადოდ მართლაც არის დამნაშავე. აი ამას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს მაშინ ქვია მართლმსაჯულება, როდესაც ჯეროვანი პროცედურებია დაცული. აი ის რაც გუშინ პირობითად გულისხმობ 1 ოქტომბრამდე ხდებოდა, ის იყო ჯეროვანი პროცედურების გარეშე, როდესაც ადამიანის დაკავება უკვე განაჩენის გამოტანას და დასჯას ნიშნავდა და საზოგადოება იმ ნეგატიური აზრით აცხოვრეს და შეათვისეს ისეთ აზრს, რომ დაკავეს, დაიჭირეს მურჩა, მას უკვე არაფერი არ ეშველება, ის უკვე დასჯილი არის. აი საზოგადოება ამ ინერციიდან ხედავს ხშირად მოვლენებს და აფასებს გულისწყრომით. რა თქმა უნდა, სამართლიანია იმ ხედვით, მაგრამ ეს უნდა შეიცვალოს, საზოგადოებას უნდა აუხსნათ ეს. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვას არჩილ კბილაშვილი პასუხობდა, რამდენიმე წუთში სოსო გალუმაშვილთან ერთად დავბრუნდებით ეთერში. სოსო გალუმაშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა. გამარჯობა, მოგესალმებით. ახალი კვლევა გამოქვეყნდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის საველე სამუშაოები 18-27 თებერვლის შუალედშია განხორციელებული 1500 ადამიანი არის გამოკითხული და ცდომილება 2.5%-ს არ აღემატება. ეს არის ის მონაცემები, რომელიც მინდა რომ იცოდეს საზოგადოება. პირველ რიგში დავიწყოთ შემდეგი, თქვენ იცნობთ კარგად ამ კვლევის შედეგებს, მათ შორის იმ ნაწილს მე მგონი, რომელიც არ გამხდარა საჯარო. მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაიმე მოულოდნელობა ამ კვლევაში? მოულოდნელობა შეიძლება ითქვას, რომ არ არის. კვლევა თვითონ ძალიან კარგად აჩვენებს სურათს, რა სურათიც არის სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კვლევა ჩატარდა. არის ძალიან საინტერესო მონაცემები, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა, მაგალითად, თუ ჩვენ შევხედავთ ინსტიტუციების ნდობის საკითხს, აქ ორი ძალიან საინტერესო ცვლილებასთან გვაქვს საქმე. ერთი არის პარლამენტის ნდობის ძალიან მაღალი პროცენტი, რომელიც აქამდე არასოდეს არ ყოფილა. პარლამენტის თავმჯდომარესაც აქვს ძალიან მაღალი. კი, ასევე პრინციპში რეიტინგში მეორე ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტი როგორც ინსტიტუცია ფაქტობრივად გაზრდილია, არ ვიცი, დაახლოებით 20%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის მედიისადმი ნდობა. აქაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ანუ მე ვიძახი ამ კვლევებს, რა თქმა უნდა, წინ ქონდა რამდენიმე წლიანი კვლევები ტარდებოდა და როდესაც დინამიკაში ვნახავთ ამას, შევამჩნევთ, რომ მაგალითად ბოლო კვლევიდან
22%-ით არის გაზრდილი მედიის სადმი ნდობა. ეს რას ნიშნავს ჩემთვის და მინდა მოგილოცოთ ეს ყველა მედიას მინდა მივულოცო. ეს ნიშნავს რომ სივრცე გაიხსნა, კონკურენცია გაჩნდა, აქედან გამომდინარე მედია ცდილობს უფრო ობიექტური იყოს. თან ზეწოლისგან გათავისუფლებული მედია პრინციპში იმსახურობს უფრო მეტ ნდობას. პარლამენტს რაც შეეხება ეს არა მარტო უმრავლესობის დამსახურება, არა საკვირველია, ეს არის ახალი ხელისუფლების ძალიან დიდი დამსახურება, რადგან პარლამენტმა შეიძინა ფუნქცია. და ეს პირველი და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ფუნქციას ის დაიბრუნა, რისთვისაც შექმნილია. ანუ იქ მიმდინარეობს დებატები. ამ შემთხვევაში უმრავლესობის დამსახურებაც არის ეს და უმცირესობის. აი ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი მინდოდა გამომიყო, რაც თქვათ სიახლე არის წინა კვლევებიდან განსხვავებით. ყოველთვის საზოგადოებას აინტერესებს ის თუ რა რეიტინგი აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას და ეს მით უმეტეს არის თვითონ პოლიტიკური ძალების ინტერესში. საქართველოს მასშტაბით 62% უჭერს ქართულ ოცნებას მხარს, უბრალოდ დაუჭერდა მხარს იმ შემთხვევაში თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები 64 დედაქალაქის მასშტაბით. იგივე ორგანიზაცია, როდესაც აქვეყნებდა არჩევნებამდე კვლევებს, ჩვენ გვახსოვს, რომ მეტობას ეს კვლევები იძლეოდა ნაციონალური მოძრაობის თვალსაზრისით. რას ნიშნავს ეს სოსო? შეიცვალა ველი სივრცე თუ რთულია ეხა ამის თქმა ჩემთვის, მაგრამ კვლევა არ არის სანდო. სხვათა შორის ამაზე აპელირება ძალიან ხშირად აკეთებდნენ ხოლმე, მაგრამ არ მინდა რომ ეს საკითხი დარჩეს ღიად. არ შეიძლება რომ კვლევის შედეგები იყოს ესეთი მასშტაბით გაყალბებული. პირველ რიგში იცვლება დამოკიდებულება. თვითონ მოსახლეობის დამოკიდებულება, საზოგადოების დამოკიდებულება იცვლება და ეს ნათლად ჩანს ძალიან კარგად დინამიკაში. ძალიან ადვილია ხოლმე, როდესაც გააკრიტიკებ რაღაც ერთ მონაცემს, მაგრამ თუ დინამიკაში შეხედავ, მაგალითად, უფრო მეტი უჭერდა მხარს დეკემბერში. ეხლა უფრო ნაკლები ამ შემთხვევაში. კიდე კვლევაში ძალიან ბევრი ცდომილება იყო მაშინ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი არ იძლეოდა პასუხს კონკრეტულ კითხვებზე. ამიტომაც იყო ხოლმე გარკვეული დიდი ცდომილებები. თქვა გვახსოვს, რომ ერთ-ერთი კვლევის შედეგი იყო, რომ 40%-მა არ გასცა პასუხი. რასაკვირველია, კვლევა ამ შემთხვევაში სწორ დამოკიდებულებას თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ საზოგადოებას ვერ მოგცემდა. აი თქვენ ახსენეთ ახლა თქვათ წლების განმავლობაში თვითონ კვლევის შედეგები და თუ შევხედავ წინა შედეგებს ძალიან დიდი სხვაობა სხვადასხვა საკითხებში, რომელზეც საზოგადოება შეეძლო ღიად ემსჯელა, არა გვაქვს. მაგალითად, რას ასახელებენ მთავარ პრობლემად, ხო? ჩვენი საზოგადოება ეს არის დასაქმების პრობლემა, ეკონომიკური ზრდის პრობლემა, და ანუ ფაქტობრივად რაზეც ცემდნენ პასუხს, ეს ისევ გადმოდის ახალ კვლევებში. ჯერჯერობით ვერც წინა და ვერც ამ ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა ის ძირითადი პრობლემები, რომლის წინაშეც საზოგადოება დგას და არ მინდა ხოლმე რომ ხაზგასმით ესე ვთქვათ, რომ აი ეს კვლევა ვარგო და ეხლა გამოსწორდნენ და იყო დღეს ამაზე საუბარი. არა, ესე არ ხდება. აქ არის რომ ეს არის ფაქტობრივად პროგრამა, სტრატეგიის სურათი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს როგორც მოცემულობა. მაგალითად ძალიან კარგად ჩანს და ნათლად და მკაფიოდ არის ასახული კვლევაში, რომ სტრატეგია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ 1 ოქტომბრის შემდეგ აიღო, აღმოჩნდა მცდარი. რადგან ამ სტრატეგიის, ნახეთ, ნაციონალური მოძრაობას აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი. ვერ ვნახე მე ამ კვლევაში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი. იმიტომ რომ გავრცელებულია მხოლოდ კოალიციის მონაცემები, მაგრამ რეალურად გვაქვს შედეგი, რომ 20%-ს არ აღემატება. ეს დაბალი შედეგია. ზუსტი შედეგი იცით თუ? ზუსტი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რომ 20%-ს არ აღემატება. ეს ნიშნავს იმას,
სხვანაირადაც რომც არ ვიცოდეთ 62% ეს ნიშნავს რომ ამაზე ნაკლები აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ხო სწორია. ხო და აქედან გამომდინარე მან ვერ შეძლო ისეთი ტიპის სტრატეგიის აგება, სადაც პროცენტებს, სადაც მეტ მომხრეებს მოიზიდავდა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ ქუჩაში გასვლა, გარკვეული მიტინგების დაანონსება, ინსპირაცია ან მონაწილეობა კონფლიქტურ სიტუაციებში ხელს არ შეუწყობს ნაციონალური მოძრაობის მომხრეების ზრდას. ეს ნათლად ჩანს უკვე კვლევაში რა. აი ეს ერთი. მეორე კვლევაში ჩანს რომ საზოგადოება ადეკვატურად აღიქვამს იმ პრობლემებს, რომელიც აქვს თვითონ კოალიციას. მაგალითად, მათ მიერ არასწორ ნაბიჯებს, რომელიც გადადგმული იქნა ამ პერიოდში. სხვათა შორის კვლევას რის მიმართ არის ნეგატიური შეფასება, რომელი ნაბიჯების მიმართ? მაგალითად არის რამდენიმე პირველი ეს არის საყოველთაო ამნისტია. ანუ პირველ ადგილზე, რა თქვათ ესეთი კითხვაზე რა შეაფასებდით ყველაზე დიდ ჩავარდნად, ეს იყო საყოველთაო ამნისტია და აქ ჩემთვისაც საზოგადოების ეს შიში გასაგებია, იმიტომ რომ ციხიდან გამოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი და კრიმინალური ფონი, რომელიც ასე თუ ისე დავიწყებული ქონდა საზოგადოებას, შიში ქონდა საზოგადოებას, რომ არ აღდგენილიყო. რასაკვირველია, როგორც ვატყობთ ამ სიტუაციას და მონაცემებიც ქვეყნდება, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასეთი კრიმინალური ფონი არ აღდგა. მეორე რაც ასევე მიაჩნიათ არასწორ თქვათ ნაბიჯად და არასწორ აქციად, ეს იყო 8 თებერვლის ცნობილი მოვლენები, რომელიც მოხდა ბიბლიოთეკასთან და მაშინაც კარგად აღმოჩნდა, რომ საზოგადოება ძალიან საზოგადოება მტკივნეულად აღიქვა და ორივე მხარეს ჩაუთვალა შეცდომა. აქედან გამომდინარე შემიძლია თქვა, რომ საზოგადოება ძალიან თვითონ არის ცოცხალი ორგანიზმივით, რომელიც რეაგირებს გარკვეულ ფაქტორებზე და გასაგებია უკვე რა ფაქტორებზე რეაგირებს. თვითონ კვლევის მთლიანი სურათი რო განვიხილოთ, ძალიან კარგად ჩანს, რომ გარდა იმ დაკვეთებისა, რომელიც გამოიკვეთა კვლევაში, თქვათ, დასაქმება, ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ტერიტორიული პრობლემების მოგვარება, რუსეთთან ურთიერთობა, ნატოსთან ურთიერთობა, ანუ ეს ყველაფერი კარგადაა ასახული კვლევაში, ასევე არის მოთხოვნა სტაბილურობის. სტაბილურობის, იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს რაღაც გარკვეული აქტიურობის პერიოდი და ეს იყო თქვათ წინასაარჩევნო პერიოდი, ახლა საზოგადოებას ჭირდება დასვენება. ვინც დაასვენებს ბჭყალებში, რასაკვირველია, ვინც შეთავაზებს მისთვის ამ დასვენების, ეს არ ნიშნავს ხო, სადაც სეიშელის კუნძულებზე წასვლას და ასე შემდეგ. დაასვენებს, ვინც დაძაბული პროცესებისგან ვინც მოახდენს დაძაბული პროცესების გარკვეულ ნიველირებას, მას გაყვება საზოგადოება და ეს კვლევაში კარგად ჩანს. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის საგარეო მიმართულებით კვლევის შედეგები, რადგან გამოკითხულთა 82% მიესალმება რუსეთთან დიალოგს, მაგრამ ამავე დროს აქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობის სურვილს გაწევრიანდეს ქვეყანა ევროატლანტიკურ ალიანსში. როგორ თანხმდება ეს ორი სურვილი? მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომელიმე სხვა ქვეყანაში იყოს რუსეთის და ნატოს მიმართულებით ორივე მხრივ ესეთი მაღალი პროცენტი. ხო, ძალიან საინტერესო პროცენტებია, თუმცა თავისებური ახსნა მაინც აქვს ჩემი აზრით. თუმცა უნდა დავაზუსტო, ანუ ერთი მხრივ რუსეთთან დიალოგზეა საუბარი და მეორე მხრივ ნატოში გაწევრიანებაზე. აი ეს არის სწორედ, ანუ ჩვენ ერთი მხრივ ევროატლანტიკური მიმართულება აქვს საზოგადოებას და მიაჩნია რომ ეს არის სწორედ მისი მომავალი, მაგრამ ასევე ფიქრობს რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და ამაში ძალიან მაღალი პროცენტია, 82%, ხო თუ არ ვცდები რუსეთთან დიალოგის? 82%. ეს ნიშნავს, რომ სამეზობ სტაბილურობის გაცდის თემა არის ზუსტად. რისი გეშინია ყველაზე მეტად, თქვათ, ერთ-ერთი კითხვა იყო, ეს იყო საომარი მოქმედებების დაწყების რუსეთთან. ანუ ეს ერთმანეთთან თანხვედრაშია და ეს ფაქტორები ერთმანეთს, სხვათა შორის საქართველოს ამ შემთხვევაში უნიკალურია, თქვენ სწორედ ძანეთ, რომ მართლა თანხვედრაში მოდის საზოგადოებისთვის. ძალიან საინტერესო არის თვითონ ნატოსთან მიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალები, ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალები ხშირად აკეთებენ აპელირებას, რომ სახელმწიფო საქართველოს დღეს არ მიდის ნატოსკენ, საზოგადოებას ეს არ ჯერა და ის მაინც მისწრაფის ნატოსკენ და აი როგორც პარლამენტის შემთხვევაში, ასე და მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ გვაქვს 2008 წლის ომის შემდეგ იყო ყველაზე მაღალი პროცენტი, თუ არ ვცდები 90%-ამდე იყო, როდესაც ნატოსკენ სწრაფვა დაფიქსირდა, რომ 90%-ს აქვს ომის შემდეგ და ეს არის მეორე შედეგი, დღეს დაფიქსირდა, მეორე შედეგი ომის შემდგომ. ანუ მანამდე გქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა დაახლოებით 4 წლის განმავლობაში 62%-ამდე, 60%-ამდეც კი იყო დაცემა, დღეს არის ძალიან მაღალი შედეგი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ იმ საგარეო კონტაქტების და ურთიერთობის შედეგი, რომელსაც საზოგადოება ხედავს. ანუ საზოგადოება ხედავს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უფრო სწრაფად იდგმება, ვიდრე აქამდე იდგმებოდა. ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურება, ეს არის რასაკვირველია თავდაცვის მინისტრის ძალიან კარგი კონტაქტების და ვიზიტების დამსახურება და რასაკვირველია ასევე პრემიერ-მინისტრის თანამშრომლობა დიპლომატებთან, როგორც ამერიკელ დიპლომატებთან, შეხვედრები ამერიკელ დიპლომატებთან, კონგრესმენებთან, ასევე ევროპელებთან. აი ეს ყველაფერი ერთიანობაში გვაძლევს ჩემის აზრით სწორედ იმ განცდას და მიმართულებას, რაც ნატოში სწრაფვაზე აისახება და ეს კვლევაში ძალიან კარგად ჩანს. სულ უკვე არაერთი წელია, რაც ენდია იქნება აირაი თუ სხვა სახის სხვა ორგანიზაციების ჩატარებული გამოკითხვები და კვლევები ყველაზე მთავარ გამოწვევად მოსახლეობისთვის რჩება ისევ, უბრალოდ ყველაზე მთავარ პრობლემად მოსახლეობისთვის და გამოწვევად ხელისუფლებისთვის რჩება ისევ უმუშევრობის პრობლემა და ისევ ეკონომიკური მდგომარეობა. ამ მხრივ ვითარება არ არის შეცვლილი არც ახლა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მთავარი ტესტი ახალი ხელისუფლებისთვის, რამდენად შეძლებენ ისინი გამოკითხვებში, რომ შეიცვალოს ეს სურათი, ანუ რეალურად რომ დააკმაყოფილონ მოსახლეობის მთავარი პრობლემა და მთავარი მოთხოვნა? თქვენ კარგად აღნიშნეთ, ნამდვილად მთავარი ტესტია. ეს არის პირველადი ინდიკატორი, რომელიც მთავრობის ახალი ხელისუფლების საქმიანობას და მის წარმატებას განაპირობებს. სხვანაირად ჩვენ ვნახეთ, რომ აი კვლევებში კარგად ჩანს დინამიკაში, რომ ფაქტობრივად ის პროცენტი, რომელიც ითხოვს დასაქმებას, ეკონომიკურ ზრდას, არ იცვლება წლების განმავლობაში. მთავარი ტესტია, ეს იქნება სწორედ გამოწვევა არის თვითონ ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი მთავრობისათვის. თუ ამ პროცენტის შემცირებას, რასაკვირველია, თუ ამ პროცენტის შემცირებას შეძლებს ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა, მაშინ ის იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა. და ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რამდენად განახორციელებენ საკუთარ დანაპირებებს ეკონომიკურ პროგრამას, რაც ახლა აი ამ სამი ფონდის შექმნას და ამ ფონდების საქმიანობას შეეხება, სწორედ ამაზე. თუ შეძლებენ, რომ ეს ფონდები ამოქმედდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება. სამწუხაროდ დღეს საქართველოში ჯერჯერობით არის საინვესტიციო შიმშილი და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მთავრობის ყველაზე დიდი მიზანი და ორიენტირი უნდა იყოს გარდა იმისა, რა ნაბიჯებსაც ისინი დგავენ სამართლებრივი განვითარების კუთხით, რა ნაბიჯებიც იდგმება პარლამენტის განვითარების აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რა ნაბიჯებს გადადგავენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დღის და კვირის ბოლოს სოსო გალუმაშვილი პასუხობდა მთავარ კითხვას, მეორე შაბათამდე გემშვიდობით, სასიამოვნო და კარგ შაბათსა და კვირას გისურვებთ.